კარგია, როცა ახალ დღეს ვიწყებთ ხოლმე ახალი რეცეპტებით, ამისთვის რა თქმა უნდა ნატუკასთან უნდა გადავინაცვლოთ და გავიგოთ დღეს რას გვპირდება და გვიმზადებს კარგს და გემრიელს. ნახოთ. დილამშვიდობის ბატონო ალექსანდრე. მე როგორც უკვე ყველამ ძალიან კარგად იცით, ვიმყოფები ქართულ სახლში და აი გვერდით მიდგას ესე იგი მთავარი ჯადოქარი, ანუ შევმზარეული ბატონი ალექსანდრე, რომელიც ესე იგი საოცრებას შემოგთავაზებს. რას ვაკეთებ დღეს ბატონო ალექსანდრე? ქამასოკოს ოჯახური. ქამასოკოს ოჯახური, ანუ სამარხო. ხო, უკვე მარხვა არის ფაქტიურად და მოდით ახლა გითხარით როგორ და რას ვაკეთებ პირველი ეტაპი. ამას საჭირო კარტოფილი, რომელიც თავიდან უნდა შევწვათ. კი ბატონო. სხემში. მე ვანახოთ მაყურებელს როგორ ეს კარტოფილი. როგორი ფორმებით უნდა დაიჭრას ესე იგი? ოჯახური ახლა სხვადასხვანაირად აკეთებენ, ოჯახური მაგრამ კუბიკებითაც იჭრება, კუბიკებით, მაგრამ ჩვენ ახლა სხვანაირად დავჭრით. აი ეს გრძელ კარტოფილებად რო შეიჭრება მეთქენა, რო შეიწება ესე იგი გარედან იქნება ხრაკონა და შიგნით ჩათრთქული გემრიელი შემწარი კარტოფილი. ხომ არ თარიღა? აი ნელ-ნელა ესე იგი მე ვსწავლობ თეორიულად ჯადოქრობას. ახლა მას კერძეს გამოვალ საერთოდ, მაგრამ ჩვენ დღეს ვანახოთ ერთ-ერთი თევზი. თევზი, კი ბატონო, და ხუში ვიღაცას ოჯახში არ ქონდეს კერძი. კი ბატონო. არ ქონდეს კერძი, რა გააკეთოს? ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? როგორ კერძი? როგორ უჭერეთ სოკოს? სოკოს პატარავდება მაინც. აი ესე პირდაპირ შუაზე გაიჭრება ეს ჩვენი ქამასოკო. და ეხლა ჩვენ ბულგარულს როგორ დავჭერთ? აი ეს არის ჩვენი ესე იგი ოჯახურის პირველი ეტაპი. თქვენ ძალიან მალე ნახავთ როგორ ითუშება ეს ყველაფერი და მეორე ჩართვაში უკვე ავაწყობ ჩვენს ოჯახურს ასე რომ დროებით. დღეს გვჭირდება ბევრი სამარხო ინგრედიენტი და ქამასოკოს ოჯახურს ველოდებით უკვე მეორე ჩართვაში როგორ მომზადდება. ეს ვნახეთ, მაგრამ დასრულებულ ვერსიას უკვე მეორე ჩართვაში შემოგთავაზებ. შეგვიძლია ჩვენ უკვე გადავინაცვლოთ ნატუკასთან, გავიგოთ ჩვენი ქამასოკოს დასრულებული ვერსია ვნახოთ და ნუ ვერ დავაგემოვნებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასრულებული რა იქნება. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ხო, ეჭვი მოხს რომ ძალიან გემრიელია. ვნახოთ. მაშასე დაგიბრუნდით. მე ხო გითხარით რომ სასწაულები ხდება აქ მეთქი. აი ისეთი მათი აღწერილი ვეღარ საუბრობ ბატონო ალექსანდრე. გავაწყოთ ახლა ეს ოჯახური სასწაული. სამარხო უგემრიელესი ოჯახურია ესეთი სასწაული კერძი. ასე ლამაზად რაღაცა მზესავით, მზის ხივებივით შემოლაგდა ეს ჩვენი გემრიელი ბუთქუნა კარტოფილი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ როგორ შეიწვა ზეთში და შიგნიდან არის ჩათუთქული და გარედან ხრაკუნა და გემრიელი კანი აქვს. აი ეს ცხელცხელი ჩვენი, ესე იგი სოკო, დიდ ნაჭრებად დააჭრილი, წითელი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ჩავყარო, მე მეშინია რაღაცა ისე რომ ვერ გავაკეთო. აი ესე, ხო, ჩავყრე, აბა რა უკვე რამდენი ხანი აქავა და ხონა ვისწავლო ჩაყრა მაინც არა. აი ესე, ნახეთ რა სასწაულია. ძალიან და ეს წვენი როგორი აქვს შიგნით, კიდე ჩავყარო, ხო? ესე რომ გავაკეთო? კარგია. კარგია.
ესეც ჩავყარეთ. დავყავთ ხრახუში. აი ეს მჟავე როგორც საბუნა დავდოთ, აი ესე ზემოდან დავადოთ. მეც დავკითხო, აი აქ ესე. ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი ჯადოქრობისთვის. უღრმესი მადლობა და ერთი წუთით მაცადეთ ახლა თქვენ. აი ესეთი ოჯახური უგემრიელესი კერძი. საოცარი თბილი და ოჯახური გარემო, რომელიც ყოველთვის დაგხვდება ჩვენ აქ, ქართულ სახლში. მე მინდა ბედნიერი დღე გისურვოთ და ალილოს წარმომადგენლები შეგისრულებენ ძალიან კარგ სიმღერას. დიდი მადლობა ბიჭებო. თემატური სიმღერა იყო. როგორ არის ნატუკაი გარაუშავს, ვითომ რომ ფუსფუსში, კაცები უმღერია, ეს ყველა ქართველი ქალის ოცნება ეს ლუ ნატუკამ. კაცები ღვინოს უსხამენ, საჭმელს უკეთებენ, მოიტანეს იქ და ემსახურებიან კაცები, უმღერიან კაცები თვითონ ზის უსმენს და არის ნეტარებაში. მე ვფიქრობ, რომ წინ ცივი ზამთარი გველოდება, მაგრამ არა. შენ იქნები ჩემთან, რაც მთავარია.